მოგესალმებით, მე ვარ ზაზა შათიაშვილი, ფილოსოფოსი. წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომელიც არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იმისთვის, რასაც ქვია სულიერი ცხოვრება და არა მარტო ისტორიისა და წარსულის, არამედ მომავლის გააზრებაც. როგორც ჩემი საყვარელი ბორხესი ამბობდა, ბიბლიოთეკა ეს არის სამყარო. და გარკვეული აზრით სამყაროც არის წიგნი. წიგნი ბიბლია მოგეხსენებათ ბერძნულად ნიშნავს წიგნებს, მოიცავს მთელ სამყაროს იმ აზრით, რომ მის პირველ წიგნში ლაპარაკია სამყაროს წარმოშობაზე, ხოლო მის ბოლო წიგნში ლაპარაკია სამყაროს და ისტორიის დასასრულზე. ეს არის მეხუთე საუკუნე, წმინდა ავგუსტინეს ნაშრომი, რომელსაც ეწოდება უფლის ქალაქისათვის. ეს არის ქრისტიანული ისტორიის ფილოსოფია. დღესაც ქრისტიანული გაგება ისტორიისა ეფუძნება ნეტარი ავგუსტინესეულ გააზრებას აი ამ წიგნს, რომელიც იწყება 410 წელს ალარიხის მიერ რომის დარბევით და აი სწორედ ეს გახდა ავგუსტინესათვის ამოსავალი წერტილი. ანტიკური ადამიანი, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის წარმომადგენელი, თავის თავს იაზრებდა მხოლოდ იმპერიულ ჩარჩოში და მატრიცაში და ამიტომ ამის ინგრევა იყო ფაქტობრივად როგორც ცივილიზაციის დასასრული. მე-20 საუკუნეში გადმოვდივართ, ეს არის შესანიშნავი ინგლისელი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის მსოფლიო ისტორიის დინამიკა. რა თქმა უნდა, ღერძზე არის ქრისტიანული გააზრება ისტორიის, მაგრამ მოცემულია სამჭრელში. ეს არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია, კულტურის ისტორია და სულიერების ისტორია. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი ტრიდეს რო იძახიან აი სამ განზომილებაში დაგვანახა. ჟაკ მარიტენი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი, წმინდა თომა აკვინელის ფილოსოფიის გააზრება მოგცა ახლებური, რომელსაც ეწოდება ისტორიის ფილოსოფიის შესახებ. მე-20 ომი გარკვეული აზრით გაიაზრებოდა როგორც აპოკალიფსური ომი, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ისტორიისა და პროგრესის შესახებ. აი ეს სურათი დაინგრა და ისევ საჭირო გახდა ქრისტიანული გააზრება, მარადიული ღირებულებები და აი ჟაკ მარიტენი შესანიშნავად წარმოგვიდგენს აი ამ სურათს. ეს კრებულია, მოდი ესე ვთქვათ, იოზეფ პიპერი, გერმანელი, ასევე ქრისტიანი კათოლიკე ფილოსოფოსი, და მას შეეხო როგორც პირველი მსოფლიო ომი, ასევე მეორე მსოფლიო ომი. ისევ ამბობ, აი არ არის შემთხვევით, რომ აი სამივე ავტორი აი თავის გააზრებას ისტორიის, ქრისტიანულ გააზრებას გვაძლევს მეორე მსოფლიო ომის მერე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რაღაცნაირი რენესანსი ისტორიის ფილოსოფიის. არსებობდა ესე წარმოდგენა, რომ ღმერთმა შექმნა ორი წიგნი. ერთი წიგნი არის ბიბლია, მეორე წიგნი არის სამყარო. და ამიტომ სამყარო ისევე უნდა ვკითხულობდეთ როგორც წიგნს და წიგნსაც ასევე უნდა უყურებდეთ როგორც სამყაროს. ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიოთეკა არის რაღაც გარკვეული მიკრომოდელი მთელი უნივერსუმის.